მხედველობა დავკარგე ფაქტიურად. ადამიანს რომელსაც საერთოდ არანაირი პრობლემა არ მქონდა მხედველობასთან დაკავშირებით ფაქტიურად ვეღარ ვხედავ. ტკივილი, ხელების მოხრა, ტევნები, ეს გაუჩერებელი კანკალი ხელების, რომლებიც ტკივილთან ერთად მოდის. ხანდახან ნემსების გაკეთება მიწევს ხოლმე, რომ უბრალოდ ამ ტკივილებმა იმდენად არ შემაწუხოს, რომ ხანდახან დაძინება შეუძლო. დამეწყო ტემპერატურული რეაქციებიც, უნებლიე სისხლის დენა ცხვირის ღრუდან მოულოდნელი გარდა ამისა ეს ტკივილების სახსრებში. დღემდე დამოუკიდებლად ვერ გადავაადგილდები დიდ მანძილზე, იმიტომ რომ შეიძლება სადმე წავიქცე. ქეთევანი ხომერი კი 19 წლის. ვილი ბაჭკორია, ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. მე თორნიკე როემიშვილი ვარ 25 წლის. მე ვარ ეთერ ხიზანიშვილი 54 წლის. 2024 წლის 2 და 3 დეკემბერს როგორც ყოველთვის გავედი რუსთაველზე, რათა დამეცვა ჩვენი ევროპული მომავალი. წინა პლანზე ვიმყოფებოდი როგორც ექიმი, ვეხმარებოდი დაშავებულებს და დაზარალებულებს. როდესაც დაიწყო დარბევა, პირდაპირ თვალებში მომხვდა ეს გამოშვებული სიტყვა. რაცა სხვანაირად მეწოდა სახე, თვალები, ვერც უნთქავდი. მახსოვს როგორ მიჭერდა სპეცრაზმელი, მეორე სპეცრაზმელი მთლიან ბალონს მასხავდა სახეზე და თან ყვიროდა მოკალით ეს ნაგავიო. თავის ტკივილი განმგზავრდა დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში და ყურში მესმოდა გაუჩერებული ბელი წუილის ხმა. შემდეგ ცხვირიდან სისხლდენა დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. თავბრუსხვევა, განუწყვეტელი შემაწუხებელი ხველა, მოხრჩობის შეგრძნება, თავის ტკივილი გაუსაძლისი, წნევათა სხვაობა. 180-130 მაქვს დღემდე. მეშინია, მან სინათლის მეშინია. დამიზიანდა გული, სახსრები, ხერხემალი, დამიზიანდა მხედველობა. დავიკელი წონაში მოწამვლის შემდეგ დაახლოებით 20 კილოგრამი. გულში აღმომაჩნდა რაღაც ქორდა და პროლაფსი, რაც შეუძლებელია, რომ ეს ცხოვრების დაწყებიდანვე მქონოდა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მე როგორც ექიმს ვიცი სხვადასხვა დაავადების სიმპტომატოლოგია, მაგრამ აქ ისეთი სიმპტომო კომპლექსი შეიკრა, რომ მე ვერ ამოვხსენი რა მჭირდა. ექიმებმა კი ვერაფერი ვერ მითხრეს კონკრეტული, იმიტომ რომ არ იციან რით ვარ მოწამული. მეუბნებიან, რომ არის ფილტვში დესტრუქცია, არის ანალიზები არის მწყობრში, მაგრამ რატომ და რის გამო ან რითი ვართ მოწამული, ამ დიაგნოზის დასმა არ შეუძლიათ. სახელმწიფო არაფერს არ გვეუბნება, ამაზე არ გვეუბნება, რა ნივთიერებით მოგწამლეს, პირიქით სასაცილოდ არ ყოფნით, ჩვენი ცუდად ყოფნა. ერთადერთი მიმართავ ჩვენ მეგობარ ქვეყნებს, რომ ეს საქმე აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ დასავლელ მეგობრებს მინდა ვთხოვო, რომ დაგვეხმარონ, გავარკვიოთ რითი მოგწამლეს დასაჯონის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღონ. ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვთხოვ, რომ გამოიძიონ ეს ყველაფერი, რადგან საქართველოში სრულფასოვან და სამართლიან გამოძიებას ჩვენ ვერასდროს ვერ ვაღირსებით. მე მსურს, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ჩატარდა ეს საერთაშორისო დონის გამოძიება.